უფროსების დაუკითხავად გამოპარული სამი მოზარდი გოგონას დანახვა პარიზელ ტაქსის მძღოლს არ გაკვირვებია. მის გვერდით დასკუპებულ გაუგებარ ენაზე მოლაქლაკე ლოლიტას უცერემონიოდ მიანიშნა უკან გადაბრძანდიო და თავში სასწრაფოდ შემოხაზა დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ყველაზე გრძელი მარშრუტი. ეიფელის კოშკი, მონმარტრი, ლუვრი, ელისეის მინდვრები. იმისათვის, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ნახო ნამდვილი პარიზი, საჭიროა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩაიდინოს საშინლად დაუფიქრებელი საქცია. ამაზე დაუფიქრებელი კი რა უნდა ყოფილიყო. პარიზულ ვოიაში გასტროლებზე წამოღებული უკანასკნელი კაპიკები გადაიხადეს, თანაც დიჟონიდან, სადაც ქართული კულტურის დღეებზე თბილისის მოდელების სახლის ჩვენებაში იღებდნენ მონაწილეობას, უფროსებისაგან მალულად გამოიპარდნენ, მაგრამ არაფერზე ნანოდნენ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ სულ რაღაც 15-16 წლისანი იყვნენ. არც იმიტომ, რომ ხელის გაწვდენის მანძილზე ჩაუარეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს. თელიეს ფრანგული ვოდებილის ჟანრში დატრიალებული დავით არაბა იმის გამო მოხდა, რომ ნატია მაკაცარიას, ლიკა შედანიასა და თაკო ჩხაიძეს ლეგენდარულ სააგენტო ფორტში შეხვედრა დაუნიშნეს. ამიტომ ბედნიერებისაგან თავბრუ დახვეულმა გოგოებმა ტაქსის მძღოლს ალალად ჩაუთვალეს ბოლო კაპიკიც კი და მოდის მატერიკზე გადააბიჯეს. პირველად ნახე თუ რა არის ნამდვილი სააგენტო და ნამდვილი მოდელი თუ რა ხდება საერთოდ ეს პირღია დავდიოდი თავ სააგენტოში. იქ შემოგვხედეს, გვითხრეს რომ სამი თვე უნდა დარჩეთ, ეს არის საცდელი, ისეთი კონკრეტული ლაპარაკი ისეთი არ ყოფილა მართალი რო გითხრათ. და მე გამოგვაცილეს უკან ჩამოვედით დიჟონში. დიჟონში ჩამოვდივარ და იმ ღამეს უნდა წამოვიდეთ თბილისში. და დიდი ავტობუსი მოგვაკითხა, იმიტომ რომ სხვადასხვა სასტუმროებში იყვნენ, ყველას კრიბავდნენ და ეს ჩვენი ბიჭები უკან დამალულები, იმიტომ რომ ჩვენი ეს უფროსები და ეს ქორეოგრაფის რამოდენზე გვეკონენ მოკვლავენ просто всё. არაფერი არ ვთქვამთ, გაეხიმათ იმათაც, მაგრამ ეხლა ვფიქრობ, რომ კარგი ვქენით, რომ წავედით. ვაკეში ატენის ქუჩაზე ურთიერთობების დალაგების თავისი წესი ჰქონდათ. ელიტარული უბნის მიკროსამყაროში ასფალტზე გაჩენილ ბზარსაც თავისი ისტორია გააჩნდა. ყველაფერი ერთხელ დადგენილი კანონებით ვითარდებოდა. ყოველ წელიწადს დგებოდა გაზაფხული და ყოველ ახალ თაობაში ჩნდებოდა ეზოში ერთი ცისფერ თვალება, გრძელფეხა გოგო. თითქოს უსიტყვოდ შეთანხმდნენო ყველა უბნის ძველი ბიჭი იქნებოდა თუ დარბაისელი ბებია, თავს მოვალეთური და მისთვის მფარველობა გაეწია. თაკო ჩხეიძე უბნის იდეალური გოგოს პარამეტრებს სავსებით აკმაყოფილებდა. ყველაზე მოჩამოთვლილ ნიშანთვისებასთან ერთად ბებიების და ბაბუების ნებიერა და დედის ერთაც გახდათ. როგორც მეუბნებიან, არ ვიყავი პრობლემატური ბავშვი არასდროს, არავისთვის არ შემიქმნია პრობლემა და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ლაღი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ხელის გულზე მატარებდა ყველა ჩემი ოჯახის წევრი. დიდი ასე ვთქვათ, ჩემი ბაბუისთვის ვიყავი, ყველაფერი, აბსოლუტურად ჩემით იწყებოდა და ჩემით ვთავრდებოდა მისთვის ყველაფერი და მე არ მახსოვს რაღაცა ის სურვილი, ან უბრალოდ რაღაცა ესეთი მოყოლა, რომ ვთქვათ, ბაბუას არ აესრულებინოს. ეს არასდროს არ გადადიოდა რაღაცა თავხედობაში და ყოველთვის ვიცოდი რაღაცა სხვა არის, ეს ყველაფერს მისრულებდნენ. 70-იან წლებში შეყვარებულების გაპარვა მოდაში შემოვიდა. თუ მანამდე მსგავსი ხერხით დაქორწინება მხოლოდ პროვინციაში ხდებოდა ხოლმე, მსოფლიოში დატრიალებულ სექსუალურ რევოლუციას საქართველოში ერთი შეხედვით არაადეკვატური რეაქცია მოჰყვა. ოქროს ახალგაზრდობა ომგამოვლილი მშობლების გაძლიერებული ზრუნვისაგან გათავისუფლებას ვერაფრით ახერხებდა. მათ ცხოვრებაში ყველაფერი წინასწარ შექმნეს, დაალაგეს, უზრუნველყვეს. უზარმაზარი ცდუნება იყო მშობლების ნების საწინააღმდეგოდ რაიმე მნიშვნელოვანი ჩაგედინა და ამაუტანელი კეთილდღეობისაგან გაპარულიყო. შორს ბუნებრივია საკუთარი თავისაგან ვერ გაიპარებოდი. ამიტომ იპარებოდნენ ძირითადად შეყვარებულები. ყველაფერი ბოლოს მაინც თბილისურად, ქართულად, მამაპაპურად, მინიმუმ 300 კაციანი საქორწინო სუფრით მთავრდებოდა. ხათუნა ვასაძე და დათო ჩხეიძე 17-18 წლისანი იყვნენ, როცა დაქორწინდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ყურებამდე იყვნენ შეყვარებულები, მათი ქორწინება მაინც უიღბლო გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე აბსოლუტურად ერთნაირი ურთიერთობა მქონდა ბავშვობაში დედასთანაც, მამასთანაც, დედის მხარესაც, მამის მხარესთანაც, მაინც რაღაცა ბავშვობაში განვიცდიდი და რა თქმა უნდა მინდოდა, რომ ჩემი მშობლები ყოფილიყვნენ ერთად. თუმცა მე ეს არასდროს არ მიგრძნია, ვთქვათ, ნაკლებობა ან დედის ან მამის.
და მით უმეტეს ბებიების, ბაბუების, ბიძა, მამი და უამრავი ადამიანი მყავდა, რომელიც გადაყოლილი იყო ჩემს. მაგრამ მაინც ეხლა ალბათ მაინც ბავშვი ვიყავი ჩემ კლასელებს რო ვხედავდი რომ რაღაც აი მეც მქონდა იმის სურვილი რომ ერთად ყოფილიყვნენ, თუმცა ჩემ კლასშიც და ჩემ გურში ძალიან ბევრი იყო ესეთი ბავშვი, ვისი მშობლებიც იყვნენ გაცილებული. პირველი და დიდი სიყვარულის კრახის შემდეგ ახალგაზრდა დედას საკუთარ მომავალზე უნდა ეფიქრა. პროფესია ექიმი, რომელიც მან თავის ოჯახის ტრადიციების დაცვით აირჩია, საკმაოდ ბევრ დროს მოითხოვდა. ამიტომ პატარა თაკოს გაზრდა ბებიებმა და ბაბუებმა ითავეს, თანაც საკმაოდ დიდი ენთუზიაზმი. ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს. საბჭოთა იდეოლოგთა მიერ ბავშვთა სამყაროების სექციებში გამოკრულმა ლოზუნგებმა გამოძახილი მაშინდელ ბებია-ბაბუებში განსაკუთრებული სიმწვავით პოვა. საკმაოდ დაკავებული ვიყავ დატვირთული რეჟიმით ცხოვრობდი. ესე იგი, ჯერ სწავლობდი მე-6 სკოლაში და ეგ მახსოვს ძალიან კარგად სკოლიდან დავიწყებ. ეს სკოლა როდესაც გაიხსნა, ძალიან რთული იყო, იქ მოხვედრა, ესე ვიცი და დიდი რაღაც ამბებით და პირველ კლასში ესა მაშინ უცობის პლატოზე იყო ეს სკოლა. მართლაც გამორჩეული სკოლა იყო, იცით, რაღაცა მასწავლებლებთან ურთიერთობა, რაღაც სხვანაირი იყო, ბავშვები, ყველა არაჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ბავშვები იყვნენ და რადგან ისეთი ცნობილი სკოლა იყო ეს მე-6 სკოლა. 6 წლიდან დავდიოდი ცეკვაზე, ქართულ ცეკვებზე. ძალიან მიყვარს დღემდე ქართული ცეკვები. 9 წელიწადი, ანუ სტუდია დავამთავრე, შენ განსამში გადავედი, გასტროლებზე დავდიოდი ანსამბლ მეტეხში. კიდე დავდიოდი, ცეკვაზე, მუსიკაზე, რაღაც ჩვენ ბავშვობაში ეს იყო აუცილებელი, რომ 7 წლიანი დაგემთავრებინა, ყველა დადიოდა, მოგწონდა არ ქონდა მნიშვნელობა. არჩეული მასწავლებელი მყავდა, რომელმაც, ასე ვთქვათ, შემაყვარა მანანა აკლაძე. დავდიოდი ენებზე, გერმანულზე, რუსულზე, დავდიოდი ხატვაზე, ცოტა ხანი ვიარე, მაგრამ ისეთი უნიჭო აღმოჩნდა, არ აღმოჩნდა ხატის ნიჭი და ცოტა ხანში გამოვედი. დავდიოდი რაღაც შრომაზე მახსოვს ცოტა ხანი, ბავშვობაში მიყვარდა ვქსოვდი და თოჯინებს რაღაცებს ვქსოვდი, კერვაში, კერვა არ მეხერხებოდა, მაგრამ აი მთელი ბავშვობა ვქსოვდი. დავდიოდი ცოტა ხანი ჭადრაგზე ვიარე, ბებიამ გადაწყვიტა, რომ ჭადრაგზე უნდა შემიყვანოს, რომ ქართულ ქალებს ჭადრაგში ნიჭი გვაქვს და რა იცი, იქნებ აღმოაჩნდა. და მახსოვს ერთხელ მამამ მომაკითხა და მასწავლას მოუგო ჭადრა. ახლა ეს ისე მანდაც უნიჭო აღმოჩნდა. კიდევ რა და რავი, აი ძალიან ბევრ რაღაცაზე დავდიოდი, ანუ მახსოვს, რომ ესე იგი მცხოველი მაგითხავდა სკოლის მერე იქ, მერე აქ. მიუხედავად ასეთი დატვირთული რეჟიმისა, მაინც ახერხებდა დროის მოპარვას იმისათვის, რომ ეზოში ეთამაშა. ზოგადად დამჯერდა, იოლად აღსაზრდელი ბავშვი ამისათვის საკმაოდ დიდ ავანტიურებსაც არ ერიდებოდა. ეზოში თამაში ქვეყანას ერჩივნა. ხეებზე ძრომისაგან მუხლები დღენია და გადაგლეჯილი ჰქონდა. ახლა ჩემ ბავშვობაში მახსოვს კარგად, რომ იყო სულის, რომ დაჯექი წიგნი წაიკითხე, ეს როგორ მაძალებდნენ და რა თქმა უნდა, უცხოეთში ბებიამ ბიბლიოთეკაში ჩამწერა ფალიაშვილზე, როგორ მახსოვს და მე და ჩემი მეგობარი სადმე რომ მივდიოდით, სახში მომდიოდი, რომ მივდივარ ბიბლიოთეკაში. და რა მივდიოდი, თუ არ მივდიოდი, მომდიოდი, რომ ბიბლიოთეკაში ბებიას ვატყო. ხო და ეზოში რომ თამაშობდით, ეგეთი დროც მახსოვს, რომ მეძახდნენ, რომ ამოდი გვიან არის და ჩუმად თუ შევდიოდი სახში და საათს წევდი. და ბებია მეკაც, რატომ მეცინება ესე ადრე თორე გვიანია, რომ არ დაეძახათ. აი ეს ბებია ჩემს ვატყუებ. ბოლოს და ბოლოს ბებიებიც და ბაბუებიც მონდომებული მშობლებიც აუცილებლად დადგებოდნენ იმ ფაქტის წინაშე, რომ მთავარი, რაც ხვებისაგან მათ ახტაჯანა გოგოს გამოარჩევდა მისი გარეგნობა იყო. მით უმეტეს იმ დროში, როდესაც გაევროპელობის გზაზე დამდგარ საქართველოში სილამაზის სინონიმებად შემოდიოდა ცნებები, პარამეტრები, იმიჯი და მოდელი. არ მახსოვს ეგეთი რამე ნამდვილად, აბსოლუტურად ჩემ ოჯახში არ ყოფილა არასდროს რაღაც ისეთ ხაზგასმული ან ჩემ გარეგნობაზე ლაპარაკი, არ მახსოვს ესეთი რამ. უბრალოდ მე ვიყავი სადღაც 12 წლის, დედა მიდიოდა პარიზში და დედას მეგობრებმა უთხრეს, რომ გადაუღე ფოტოები და წაიღე აუცილებლად აჩვენე იქ სააგენტო. აი ესეთი რაღაც ლაპარაკი მახსოვს და მაშინ პირველად გაჩნდა იდეა, რომ იყო ესეთი ფოტოგრაფი დავით სოკოლოვი. მაშინ ქონდა ესეთი პირველი ფოტოსტუდია და აი დედას მეგობარმა უკან წამიყვანა, გადამიღეს, ანუ პირველად.
და ნუ დედამ წაიღო მაშინ ეს ფოტოები, მაგრამ ნუ ვიყავი მაშინ ძალიან ბავშვი 12 წლის და იქ უთხრეს არც ვიცი ეს მართალი რო გითხრა. ანუ აქედან წამოვიდა ეს რაღაცა იდეა ჩემი მოდელობის. ამის შემდეგ თაკო ჩხეიძის თინეიჯერულ ყოველდღიურობაში სარკემ იმაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ვიდრე მანამდე. ნელ-ნელა გაუქრა უხერხულობა, რომ ქუჩაში თითქმის ყველა უყურებდა და საკუთარი თავი ლამის ყველაზე დაუნდობელ სამყაროში მოსინჯა. სამყაროში, სადაც სწორედაც რომ გემოვნებაზე დაობენ. 13 წლის იყო, როდესაც ნატა სამადალაშვილმა სამოდელო სახლი ნატალი გახსნა. თაკო კასტინგზე დაიბარეს. მთელი ხანმე ფიქრობდი, რომ მივალ და მიმიხებენ თუ არ მიმიხებენ თუ ნუ რაღაც ბავშვური განცდები და ასე რომ მივედი სააგენტოში, ვიყავი მაშინ პირველი გოგოთ. ვიყავი 13 წლის ერთ თვეში ხვდებოდი 14-ის და ნუ პირველი ჩვენება იყო კლუბ ახალგაზრდულში. მაშინ ახალგაზრდულში იმართებოდა დიპლომების დაცვა აკადემიის და ესეც ძალიან საინტერესო ეტაპია. ყველა მოდელს, პრინციპში, ასე ვთქვათ, ყველა მოდელმა იქ დაიწყო თავის კარიერა. მოდელობის იდეამ მოხიბლა. ცდილობდა არც ერთი გაკვეთილი არ გაეცდინა. არც სამოდელო სკოლაში და არც ქართული ცეკვის ანსამბლში. თუმცა უკვე ერთ წელიწადში ნათელი გახდა, რომ არჩევანის გაკეთება აუცილებელი იყო და თანაც სწრაფად. მოდელობა ახალგაზრდა პროფესიაა. ის ცხოვრების მხოლოდ პირველ ნახევარს მოიცავს და შემდეგ უკვე დარჩენილი დრო იმ რესურსებით უნდა იცხოვრო, რასაც ამ პერიოდში დააგროვებ. შესაძლებელია 14 წლისას ამდენი არ ესმოდა, მაგრამ იმას ნამდვილად გრძნობდა, რომ ენერგია ყველაფრისათვის არ ეყოფოდა. დავდიოდი ქართულ ცეკვებზე, ვემზადებოდით გასტროლებისთვის იტალიაში და ნუ აი გქონდა საოცარი რეჟიმი, ხო ცეკვას მოგეხსენებათ როგორი სიმკაცრეა თითო გაცდენაზე რეპეტიციების და ანუ მე ისე დაემთხვა რომ ერთ დღეს გქონდა კონცერტიც, სოლო კონცერტიც. მოდის ჩვენებაც და ნუ აი ბოლოს წავიქეცი კინაღამ, იმიტომ რომ დილით რეპეტიცია მქონდა იქ, მე მქონდა აქ, მე წამოვედი სოლო კონცერტზე, ვიცეკვე, მე მანქანაში მაკიაჟს ამ ცეკვისთან მოგეხსენებათ როგორი გრიმია ვიშორებდი, მე მეტეხში შემოვარდი, გასახლში ჩამოწეს და პოდიუმზე გამოვედი, ეს მახსოვს კარგად და აი ვთქვი რომ არ შემიძლია, ვერ გავძლებ უბრალოდ. საქართველოს ნელ-ნელა ყალიბდებოდა დამოუკიდებელ ქვეყანად. ქვემეხების გრიალის შეწყვეტის შემდეგ თბილისში დიდუბის საგამოფენო კომპლექსში ავანგარდული მოდის ასამბლეა მოეწყო. ბოლო წლების განმავლობაში უცხოელი ჟურნალისტები პირველად ჩამოვიდნენ ქვეყანაში არა ტანკების, დევნილების და პოლიტიკოსების, არამედ ქართული სილამაზის სანახავად. თუმცა გამოვლილი მძიმე დღეების ალფერი ღონისძიებას მაინც დაკრავდა. ვიყავი 15 წლის, უკვე ისე აქტიურად მოდელობ, შემდეგ ესე იგი სერიოზული ნაბიჯი შეიძლება ითქვას, რომ გადაიდგა 95 წელს ჩატარდა ავანგარდული მოდის ანსამბლეა ვედენხაზე. და შეიძლება ითქვას, რომ რა ვიცი, ეს არაჩვეულებრივი პერიოდი იყო და ძალიან გული მწყდება, რომ მას მერე წინ კი არ წავედით, არამედ უკან წამოვედით მოდის მხრივ ლაპარაკობ, იმიტომ რომ ესე ძალიან ცნობილი დიზაინერები ჩამოდიოდნენ ბევრმა დამწყებმა, ანუ ძალიან ბევრმა ადამიანმა იქ დაიწყო თავისი კარიერა, როგორც დიზაინერმა, ისე მოდელმა, ისე ფოტოგრაფმა, ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი და აი მანდ ერთი თვის განმავლობაში ქონდა მოსამზადებელი პერიოდი, ძალიან დატვირთული რეჟიმი, ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე იქედან და ანუ ეს პერიოდი იყო ძალიან შრომატევადი და ამავე დროს სასიამოვნო, ბევრი ადამიანი გავიცანი და იქედან უკვე პრინციპში გამიცნეს მე მიმიხეს როგორც მოდელი და უკვე იქედან წამოვიდა წინადადებები ამის შემდგომ, უკვე სხვადასხვა ჩვენებებში თუ კლიპის გადაღებებში თუ რეკლამებში უკვე ვიხებდი აქტიურად მონაწილეობას. საქართველოს იცის რა არის ქალის სილამაზე, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა როგორ შეიძლებოდა ამ სილამაზის დასავლურ ბაზარზე, უხეშად რომ თქვათ გაყიდვა. თბილისში ყველაფერი პირადი ურთიერთობებით და ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტაციის გარეშე მოლაპარაკებების დონეზე წყდებოდა და ასევე რჩებოდა კიდეც. ერთადერთი შანსი ის იყო, რომ ვინმე აქ შემთხვევით ფეხდაცურებული უცხოელი შეგნიშნავდა და რეალურ სააგენტოსთან დაგაკავშირებდა. მივიდა მოწვევა ნიუ-იორკიდან, ამ სააგენტო AMG-დან, რომ სასწრაფოდ რაღაცა ერთ-ორ თვეში თუ რაღაც უნდა ჩამოხვიდე, გელოდებიან.
ესეც ზარი იყო, გოგამ დარეკა, ძალიან რა თქმა უნდა ამახელვა, თან დავიბენი, იმიტომ რომ ეხლა მართლა ბევრი მეტი ინფორმაცია დღეს, იგივე დამწყე მოდელებს, ძალიან მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ჩვენ გვქონდა მაშინ, ხო? არც ვიცოდი ზუსტად რა არის AMG, სად მივდივარ, რა უნდა გავაკეთო, ეხლა აქედან მაინც ჩვენ ილუზია ქონდა, რომ ეხლა წახვალ და მეორე დღეს ან ტოპ მოდელი გახდები, ან ხო რაღაც სხვანაირი. უცხოური ყვითელი პრესიდან ნათარგმნ სტატიებსა თუ ჰოლივუდურ მელოდრამებში მოდელების სამყაროს ყველაზე დაუნდობელი ველური კონკურენციისა და მძაფრი ვნებების ნამდვილ ჯუნგლებად აღწერდნენ. მითები ბასრი მაკრატელებით შეიარაღებული კარიერისტი ლამაზმანების შესახებ, რომლებიც ერთმანეთს უჩუმრად კაბებს უნაკუწებდნენ, ამ პოდიუმზე 12 სანტიმეტრიან ქუსლებზე გასვლის წინ ხელს ვერაგულად კრავდნენ, თაკოსაც მრავლად გაეგო. ამიტომ თავიდანვე ცოტა შიშნარევად უყურებდა საკუთარი საქმის დასალვურ განთიაც. შიშები მაშინვე გაუქარწყლდა, როგორც კი ნიუ-იორკში დანიშნულების ადგილას მივიდა. მოდელები ჩვეულებრივი საქმიანი ხალხი აღმოჩნდა. პოდიუმი კი სერიოზული ბიზნესის ნაწილი, სადაც აღარც ნაცნობობა ჭრიდა და ვეღარც ბებია ბაბუის მზრუნველობა. აი ამან კი საკმაოდ დააფრთხო. პირველივე დღეს ლამის ერთი ქვეყნის ხელა ქალაქის ქუჩების სია ჩამოუწერეს და თავაზიანად და საქმიანად მიუთითეს, რომ ეს მხოლოდ ერთი დღის მარშრუტი იყო. ანუ ეხლა ესეთი სქემა, ესეთი მუშაობა არის, რომ დღის განმავლობაში შენ დადიხარ კასტინგებზე, ხო? მოდელი 10, 12, 15 კასტინგი გაქვს და ესე პირველად რომ მივედი და რომ დამიდეს ეს სია მისამართების და საერთოდ არ ვიცი სად ვარ, გავგიჟდი მეთქი, აქ როგორ უნდა წავიდე? იმიტომ რომ მე აქედან არავის არ მოუმზადები ვარ სიტყვაზე და არავის არ უთქვამ სად მივდივარ და რა უნდა გავაკეთო. ნუ შემდეგ რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში მივეჩვიე უკვე რუკით სიარულს, ცალკე მეტროსი, ცალკე ქალაქის და ნუ მე უკვე თვითონ აი ეს ჩემი აგენტი დავყვებოდა ჯერ თავიდან სანამ მივხვდებოდი რა და როგორ და ძალიან დამეხმარა. სამოდელო სააგენტო AMG-ში მოხვედრაზე ყველა გოგონა ოცნებობს, ვისაც პოდიუმზე ფეხი ერთხელ მაინც დაუდგავს. პეტიცია კასტა, ნაომი კემბელი, სინდი კროუფორდი, მილა იოვოვიჩი, ტირა ბენქსი. ეს მხოლოდ მიასედია ანგელოზების ფაბრიკის პროდუქტების სიიდან. მაგრამ ერთია ამ ქარხანაში მოხვედრა და მეორე თავის დამკვიდრება. თანაც სამყაროს დასალიერიდან ჩამოსული გოგონასათვის, რომლის გვარის წარმოთქმაზეც კი ენას იმტვრევდნენ ყველაზე ენამჭევრი აგენტებიც კი. არავინ არ იცოდა საიდან ვიყავი და ყოველდღე მიწევდა ახსნა, რომ რუსეთიდან არ ვარ და ვარ საქართველოდან. და არ მეზარებოდა, იმიტომ რომ ერთი ქართველი მეგობარი მყავდა და ბოლოს ვიღაცამ რო კითხა რაშენო, იმან თავი დაუქნია და ისე აღშფოთდი, ისე და მეთქი არ გცხვენია? და მე იმის მერე ყოველს ვაიძულებდი რომ აეხსნა საინახარ შენ. ნოსტალგიას ალბათ 16 წლის გოგო უფრო იოლად გაუმკლავდებოდა ერთი პატარა დეტალი რომ არა. თბილისში საკუთარი ოჯახის და მეგობრების გარდა იმ დროისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვინმე ეგულებოდა. მისი love story სულ ახალი დაწყებული იყო, როცა ამერიკაში გამგზავრება მოუწია. შეყვარებული ვიყავი პლუს და არ მინდოდა არც ნიუ-იორკი არაფერი და მინდოდა მხოლოდ თბილისი. ნუ აი დილას ვიგუძებდი ტირილით, ვიძინებდი ტირილით. თან მაშინ მოგეხსენებათ არ იყო ინტერნეტი, მეილები, წერილებს მიგზავნიდნენ ხოლმე თუ ვინმე ჩამოდიოდა და ნუ ამ წერილებს ველოდებოდი და ჩემი მეგობრები მიკეთებდნენ ატენის ქუჩიდან რაღაცა კოლაჟებს, სურათებს ჭრიდნენ და აწერდნენ რაღაც ვიჩეკე ტიროდი და ნუ დედა ჩემი აფრთხილებდა გოგოებს ისეთი გამხნევეთ ისეთი ისინი მიწერდა და ყველა მწერდა რომ აბა რა და უნდა მიხედო შენ კარიერას და ესეთი რამე და მაგრამ მე ნუ მაინც ტიროდი, ჩხაოდი, არ მინდოდა ეს ნიუ-იორკი და ესე იგი პირველი 3 თვე გავატარე, მე შემდეგ ზაფხულში ჩამოვედი და შემდეგ შემოდგომაზე წავედი. და საახალწლოდ ჩამოვედი თბილისში, კიდე უნდა წავსულიყავი, მაგრამ ნუ რაღაცა მე მოხდა ის რომ აღარ წავედი და გავთხოვდი მოკლედ და ესე დავაგურგვინე ჩემი ნიუ-იორკის ვოიაჟი. შეიძლება ითქვას რომ არ ვნანობ, ეხლა დამწყე მოდელებისთვის ცუდი მაგალითია, მაგრამ მე არ ვნანობ იმ მხრივ რომ არაჩვეულებრივ მეუღლე შემხვდა და ანუ არც ერთი წამი არ მინანია. გაცნობა ზღაპრის კანონების დაცვით მოხდა და საქმე სწორედაც რომ ფეხსაცმელს ეხებოდა, ხოლო არა ბროლის უბრალოდ ძალიან ძვირფას ფეხსაცმელს. ერთ მშვენიერ დღეს დაურეკეს და სატელევიზიო რეკლამისათვის კასტინგის გავლა შესთავაზეს. წარმატების შემთხვევაში მას თბილისის პირველი პრესტიჟული ფეხსაცმელების მაღაზია ვიტრინისათვის უნდა გაეწია რეკლამა. რუსლან აბაშიძე ამ მაღაზიის ერთ-ერთი მეპატრონე გახდა. 15 წლის ვიყავი, თამაშობდი ეზოში და ფეხები მქონდა გადატყავებული, იმიტომ რომ ამ რეკლამის დროსაც ტონებით მიფარავდნენ, აი ამ ხეებზე დავძრებოდი და ტყემებს ვკრიფავდით და ნუ რა. ხო და
და ნუ მოკეთ იქ ჩაერე რაღაცის გადაღება, სახში წამოვედი, დილი დამირეკეს, რომ შენ აგირჩიეს აი ამ რეკლამისთვის. ნუ თურმე როგორც ჩემო მეუღლე მითხრა უკვე იქ თვალი დამადგა ხო? და მეორე დღეს მივედი ამ გადაღებაზე და ეს მაღაზიაში ვინც მუშაობდნენ ეს ქალბატონები იყვნენ გადაყოლილი და დედა როგორ შეგვიყვარდი და როგორ მოგწონხარ და მოგვეცი შენი ტელეფონი და აგირეკო მე ბავშვი არ მივეცე ეს ჩემი ტელეფონი თურმე ჩემი უღლეს ხო და ესეთი სცენარია რომ ესე იგი გოგო მოდის ქუჩაში ანუ ვეტრინა ერქვა თანა მაღაზიას მაშინ ესეთი პირველი მაღაზია იყო, ესეთი დონის ფეხსაცმელები იყო ცეზარე პაჩიოძე და ესეთი სერიოზული დონის და ეს გოგო მოდის და ვიტრინაში გაიხედავს, დაინახავს ანუ ფეხსაცმელებს ვიტრინაში და შედის, ესე იგი არჩევს ფეხსაცმელს ყიდულობს და აჩვენებენ რომ საღამოს მიდის შეხვედრაზე ბიჭთან და ჩანს მარტო ფეხები. რომ ესე იგი ბიჭის ფეხები დგას და გოგო ფეხის დგამს და მე ფეხის წვერებზე იწევა რომ ნუ იმიტაცია რომ ვითომ კოცებს. და ნუ ეს აღმოჩნდა ის რომ მოდელი ბიჭი არ მოვიდა გადაღებაზე და თხოვეს რომ ჩემ ხმა ანუ ჩემო შენ უნდა დადგე შენი ფეხები უნდა გამოჩნდეს ის ვერიდან საერთოდ ეგეთი და ახლა რომ ჩემი უღლის და ეს ხელი მაგ მოკიდე თაკო ჩხეიძის მეუღლე გაგრაში დაიბადა აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად მალე კი შეუფერებელი პოლიტიკური ვითარების გამო რუსეთის დედაქალაქის დატოვებაც მოუხდა და სტამბოლში დაბინა როდესაც თაკომ და რუსლანმა ერთმანეთი გაიცნეს რუსლანი ქართულად კარგად ვერ ლაპარაკობდა ასაკშიც საკმაოდ დიდი განსხვავება ჰქონდათ და საერთო სამეგობრო წრეც ბუნებრივია არ ყავდათ. მაგრამ იმ ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით, რომლებსაც ასე იმედით შეყურებენ ოდითგან შეყვარებულები, მათი ურთიერთობა შედგა. 17 წლის თაკო საკუთარ დაბადების დღეზე გაიბარა. მისმა გაბედულმა ნაბიჯმა გაამართლა. საკითხი მოდელის პროფესიის გაგრძელება არ გაგრძელებაზე არც ქორწინებამდე და არც ქორწინების შემდეგ დასმულა. საქმე მხოლოდ იმაში იყო, როგორ იცხოვრებდნენ მოდელი და დიპლომატი ერთ ჭერქვეშ. თუკი მათი საქმიანობა საცხოვრებელი ადგილის მუდმივ ცვალებადობას გულისხმობდა. ეს კითხვა ქორწინებიდან ერთი თვის თავზე უკვე ძალაში შევიდა. გია ჯიქიძე, რომელიც ძალიან დიდი ხანი არის, იყო წასული საფრანგეთში მოღვაწეობდა უცხოეთში, ამ სფეროში იყო, სამოდელო სფეროში. მისი აღმოჩენილია ნატალია ვაძიანოვა და ძალიან ბევრი ცნობილი ტოპ მოდელი. და დაინტერესდა ქართული სახეებით. და ასევე მის მადამ დაურეკა დედას და სთხოვა ჩემი ფოტოები. ნუ წაიღეს ეს ფოტოები, მე მოხდა ისე რომ მე გავთხოვდი და ერთ თვეში დამირეკეს პარიზიდან რომ პარიზში უნდა ჩამოხვიდე. დავიბენი ისე და მოკლედ მე გია ჩამოვიდა თბილისში, შევხვდით ერთმანეთს, დავილაპარაკეთ და მე და ჩემი უღლე გავემგზავრეთ ერთად. მოწვევა მქონდა სამოდელო სააგენტო ვივადან, ესეც ძალიან ცნობილი სააგენტო პარიზში. და ნუ ჩემი უღლე თავიდან წამომყვა. რაღაც საცდელი პერიოდი ერთად ვიყავით. კარგი პერიოდი იყო ერთად დამყობოდა კასტინგებზე, გადაღებებზე. და ბოლოს რაღაც დავდექი არჩევნის წინაშე. ანუ ის უკვე მოდიოდა თბილისში, იმიტომ რომ სამსახურიდან უბრალოდ მეტი დრო არ ქონდა იმის, რომ იქ დარჩენილიყო. 2 კვირა იყო იქ ჩემთან ერთად და ან მე უნდა წამოვყოლოდი, ან იქ 3 თვე უნდა დარჩენილიყავი. და იქაც სხვათა შორის კაბინეტში ვიცხედით, აი ამ სააგენტოს პრეზიდენტის მახსოვს, მე ჩემი მეუღლე, ეს კაცი და ჩემი აგენტი, ქალი და სოფი და ესე მითხრეს, რომ გადაწყვიტე. ჩვენ გვინდა რომ 3 თვე დარჩე. ჩემი მეუღლის გავხედე, ჩემი მეუღლეს მეუბნება, რომ შენი გადასაწყვეტია. ეს იყო ესეთი რთული, ცი კიდე რაღაცას რო გეუბნებიან, რომ არა და წამოდი მე უფრო რაღაცა ისკაკ ხო? და ნუ მოკლედ აი გადავწყვეტე რომ არა თბილისში მივდივარ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ არ მქონია მართლა არანაირი შეზღუდვა მისგან. ნუ ძალიან ძნელად იყო, ძნელი წარმოსადგენი იყო რომ მე ხა იქ დავრჩე 3 თვე მარტო. კი შეიძლება რაღაც პერიოდში ჩამოსულიყო, შეიძლება ეხა უფრო ადვილად უყურო, მაგრამ ნუ რაღაც ახალი გათხოვილიყავი, მინდოდა მის გვერდზე უყოფილიყავი და ჩამოვედი, წამოვყევი. თბილისში დაბრუნებულმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო მუშაობა. ეს ის პერიოდია, როცა ქართული მოდის სამყაროში ჩნდება ბრენდის ცნება. მაკა ასათიანის, ავთო ცქვიტინიძის, თამუნა ინგოროყვას და სხვათა ჩვენებები აქტიურად შუქდება. თაკო ჩხეიძე ქართულ პოდიუმზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და წარმატებული სახეა. ყოველივე ამას დაერთო ისიც, რომ 2000 წელს დაიბადა პატარა სერგი. ეს ყველა ქალისათვის უბედნიერესი პერიოდი ზოგჯერ კარიერის დასასრული გახდება ხოლმე. ძლიერი ნებისყოფაა საჭირო, რომ შვილის გაჩენის შემდეგ სამოდელო საქმეში შენი ადგილი არ დაკარგო.
თაკო ჩხეიძემ მალე დაიბრუნა სამუშაო ფორმა და იმავე წლის შემოდგომაზე უკვე მზად იყო ერთ-ერთი პირველი სერიოზული კონკურსისათვის, რომელიც ოდესმე საქართველოში ჩატარებულა. Best Model of Georgia გრანდიოზული მსოფლიო სამოდელო კონკურსის შესარჩევი ტური იყო. გამარჯვებული მსოფლიო მოდელის წოდების მოსაპოვებლად სტამბოლში უნდა გამგზავრებულიყო. და მე ხა მართალი რო გითხრათ, არასდროს არ მიფიქრია კონკურსებზე, იმიტომ რომ ჯერ ესეთი სტატუსიც არ მიწყობდა ხელს, ანუ მე მისი არ ყოფილვარ, თუმცა მქონია შემოთავაზებები, რომ ის ევროპაზე წავსულიყავი და მსგავსი შემოთავაზებები ბევრი იყო, მაგრამ ნუ იქ იყო ლაპარაკი, როგორც წამოდი და საბუთებს გადაგიკეთებ და რაღაც, მაგრამ ნუ მოტყობა მტყული არ შემიძლია. ეს კონკურსი იყო ისეთი, სადაც მნიშვნელობა არ ქონდა გათხოვილი ხარ თუ არა ხარ გათხოვილი, ყველა გოგონა შეიძლება მიიღო მონაწილეობა. მე არასერიოზულად უყურებდი კონკურსებს მაშინ საქართველოში და არ ფიქრობდი რომ მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ჩემი ყველა მეგობარი იღებდა მონაწილეობას და ნუ ნატაც მეუბნებოდა რომ წამოდი რას კარგავ, რაღაცა გაერთობი და ერთხელ ვთქვი რომ კარგით წამოვალ მაშინ რეპეტიციას დავესწრები. და ნახავ რა სიტუაცია, ну თუ მომეწონა, დავფიქრდები თუ არა და არ მინდა. და კლავს ზღაპარი კონკიაზე. თაკო ჩხეიძე გადამწყვეტი მეჯლისის წინ კაბის გარეშე აღმოჩნდა. მის ზღაპარში ნათლიის როლის შესრულება მაკა ასათიანმა იკისრა და მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა. თანაც იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ კაბის შესაკერად თეორიულად საჭირო მინიმალური დროც კი აღარ რჩებოდა. მან ნამდვილი ჯადოქრობა ჩაიდინა. და ასე ვიდექი, მაკამ შემოიტანა ვარდისფერი ნაჭერი, ძალიან ლამაზი. ეს ნაჭერი ესე შემომაკრა ტანზე. იქ რაღაცები მიჭრა, მოჭრა, გვერდზე დააგრძელა რაღაცები, მოიტანა ძალიან ლამაზი ბროში, ფირუზისფერი. აი აქ ჩააკერებინა ესა. ეს კაბა ესე დაილანდა. და მითხრა ეს არის შენი კაბა. კონკი ეს კაბა მქონდა, მართლა გეუნები. ოღონდ ეს კაბა ტანზე ხუნდა გაჩერებული იყო და არ ჩერდებოდა და მოატანინეს ორმაგი სკოჩი. და რომ შიგნიდან ეს სკოჩი ერთი ტანს ეკრობოდა და მეორე კაბას, ანუ იჭერდა. ხვდები და ამ კაბას ხონდა თელი ინსტრუქცია ჩაცმის, როგორ უნდა ჩავიცე სკოჩს ანუ მივიქრე როგორ და მითხრა აი ძალიან ხო თავში რაღაცა გამირჭო ლამაზი ყვავილი, ეს კაბა და მითხრა უх ძალიან ლამაზი ხარ всё. წამოვედი ამ კაბით. ყველა მეკითხება გაკაბანი მაქვს, მე არ ვთხოვთ, ეხა ჩაწვით, რომ ერთხელ იცმება მარტო. მე თუ გავიხადე, ვეღარ ჩავიცმე. ხო და ეს დაიწყო კონკურსი, დიდი ამბავი, დიდი მზადება და მე სერულად არ ეცე როგორ შეგიძლია, მაგრამ ჩვენებაზე გავდივარ. ის კი არა რომ უნდა არჩიონ შემდეგ ვიღაც. ჩვენ და ბოლოს აღამოს კაბებში მოკლედ ეს კაბა ჩავიცვი, ამ სკოჩებით მივიმაგრე. მა გამოვედი, სულ მქონდა ფიქრი, რომ ღმერთო არ გამძვრეს ხა ეს კაბა. როგორც ნამდვილ ზღაპარში ხდება ხოლმე მეჯლისის დედოფლად კონკია აღიარეს და პოდიუმის დატოვებაც მანამდე მოასწრო, სანამ კაბა კონკებად გადაიქცეოდა. სტამბოლში ღონისძიების მასშტაბებმა მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ევროპის წამყვანი არხები აშუქებდნენ სამოდელო სამყაროს უმთავრეს კონკურსს. თავიდან ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ ასეთ სერიოზულ წარმატებას მიაღწევდა. მსოფლიოს ყველაზე გრაციოზული მოდელი. ამ ტიტულმა ყველაზე ზუსტად განსაზღვრა მისი გარეგნობის მთავარი ღირსება. Çiçek doğru yere gitti. Dördüncü sıradayız. Evet, sırada Best Foto medallerimiz var. İlk olarak tabii ki bayan finalistimizi anons ediyoruz. ეს ქართული მოდელის პირველი სერიოზული საერთაშორისო წარმატება გახდათ. ამასობაში ქართულ მოდაში, ისევე როგორც ყველა სფეროში, ახალი დროება ექსპერიმენტებს ატარებდა. ყოფა და პოლიტიკა, ბიზნესი და ხელოვნება, ომი და მოდა. მოვლენათა წარმოუდგენელი მიქსი სულ ახალ და ახალ შესაძლებლობებს ხსნიდა. მაგალითად, სრულიად რეალურად შედგა ჩვენება ჩეჩენილ ტოლვილებით დასახლებულ ყბადაღებულ ბანკში. თეატრალური წარმოდგენის ქორეოგრაფია ილიკო სუხიშვილს ეკუთვნოდა. მუსიკა ნიკა მემანიშვილმა დაწერა. მთელი ავანტიურის ავტორი კი მაკა ასათიანი იყო.
ვიყავი ბაკურიანში, ბავშვი მყავდა წაყვანილი, მაკამ დამირეკა და მითხრა, რომ ჩვენება გვაქვს პანკიში და მე მეგონი მეხუმრებიან. ხო და არა, ჩვენება გვაქვს პანკიში, როდის ჩამოდიხარ. მართლა მეუბნებით თუ ხუმრობთ? გარგახას მეგონა რომ ხუმრობენ. ნუ იქ რაღაცა რომ გეშინე დაცული იქნება, ისე იქნება, ასე იქნება, მოკეთ გამომგზავრეთ პანკიში, არ დამოვეწყდება ეს. გავემგზავრეთ, ნუ ჯერ კოლექცია ქონდა არაჩვეულებრივი და ნუ რაღაც თელი მსოფლიოს მედია აშუქებდა ამას და პანკიში რომ ჩავედით, რომ გადავედით აი ამ ტერიტორიაზე, ნუ იყო ისეთი სიცარიელი, ისეთი სიჩუმე, ნუ იქ მივხვდი რომ სადღაც ვართ. არ ვიცი სად. და ჯარისკაცების კაზარმაში, კაზარმა ქვია ხო, თუ რა ქვია? ჯარისკაცების კაზარმაში მივედით თავიდან. და ნუ იქ ჯარი რო პირველად უთავლია ყავა, რომელიც პირველად მომეწონა, ისეთი რკინის კრუშკებით შემოგვიტანეს და ნუ იქ იყო ჩვენი მოსამზადებელი პერიოდი, სადაც მაკიაჟს გვგეთებდნენ და შემდეგ ქონდა უკვე რეპეტიცია ადგილზე. ნუ მოვიდა დაცვა, წაგვიყვანეს ამ რეპეტიციაზე, იქ იყვნენ ჩამოსული ქისტები, მგონი იხსნენ უყურებდნენ აი ამ რეპეტიციას. შემდეგ მოხდა ისე, რომ ვიღაცა მაკას გამოელაპარაკა თუ რაღაცა და უცბად დაგვავლეს ხელი და სასწრაფოდ ყველა ჯდებით მანქანაში და მოვდივართ უკან კაზარმაში. რო გადმოვედი, რომ მოგვიყვანეს უკან, გააძლიერეს დაცვა. აი იქ მივხვდი, რომ სად ვარ საერთოდ. იცი რა ხდებოდა? ვერ აგიღწერ. ესე იგი პოდიუმი ხო იყო გაკეთებული და პოდიუმის გვერდზე იყო რა ქვია აი საგუშაგო? ხო? საგუშაგოები იყო გაკეთებული, სადაც ჯარისკაცი იჯდა ავტომატით და მიშველი ქონდა ტყისკენ. ხო წარმოგიდგენია? ჩვენ პოდიუმზე გამოვდივარ. და ნუ ეს გასახდელი ჩვენი და ნუ სასტიკად აგვიგრძალეს ვინმესთან დალაპარაკება და ნუ რაღაცა ეგრეთ თუ გადავრჩით დღეს. და 6 საათზე საღამოს თუ 7 საათზე ჩამოვიდა 3 ავტობუსი თბილისიდან, ანუ გულშემატკივრები და ნუ აი ეს ჩვენები რომ დავინახეთ. Help! აი სიხარული, სიმხელა ისიყო. სხვათა ჩვენმე ჩაიარა ამ ჩვენებამ. მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი დაესწრო, ძალიან ბევრი ადგილობრივი, არ ვიცი, არ ვიცი, ძალიან ბევრი ხალხი დაესწრო და ეს ჩვენება რომ მორჩა, ყველა მოაწყდა აი ამ გასახდელს ეთყობა უნდა დათლა და გაგვიკეთეს აი ესეთი დერეფანი დაცვის და გვითხრეს რომ არავის არ ელაპარაკებით, ნაცნობიც კი რომ დაინახოთ, იმიტომ რომ თბილისიდან მთელი ჩვენი ნაცნობები იყვნენ ჩამოსული. და აი ამ დერეფნით აი ესე გამოგვიყვანეს ჩაგვსვას მანქანაში და ეს დიდი დაცვით კორტეჟით ესე წამო. აი ესეთ საინტერესო დროსა და ვითარებაში თაკოს კიდევ ერთხელ მოუწია არჩევანის გაკეთება საყვარელ საქმესა და საყვარელ ადამიანებს შორის. მისი მეუღლე ჟენევაში საქართველოს საელჩოში სამუშაოდ მიავლინეს. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები და ნაცნობები ჟენევის მოდის სამყაროს ყველაზე მუქ ფერებში უხატავდნენ, თაკო მაინც გადაწყვიტა მეუღლეს გაყოლოდა. სინამდვილეში პროგნოზები რბილად რომ თქვათ, გაზვიადებული აღმოჩნდა. მე წავიხე მთელი ჩემი მასალები, რაც კი მქონდა, ფოტოები, ჟურნალები, რაღაც. მოვიძიე სხვა შორის აი სოფიმ მითხრა, მომცა კოორდინატები, რა სააგენტოები არსებობს და რომელია კარგი და რომელი თქვათ არხებს, სადაც არ. და ესე რომ ჩავედი ჟენევაში, მე თვითონ დავრეკე, ვითხოვე, ესე ხდება ყველგან პრინციპში, რომ მინდა მოსვლა სააგენტოში, დამიბარეს რაღაცა დროზე შევთანხმდით, მივედი ამ მთელი ჩემი მასალებით და ეგრევე ამიყვანეს. ესე არის 7 models, რომელიც შემდეგ უკვე გახდა ჩემი mother agency, დედა სააგენტო. საიდანაც იწყება ეს ძალიან საინტერესო პერიოდი ჩემთვის. ეს, როდესაც ამ სააგენტოში ამიყვანეს, 5 დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ კასტინგი არის სელინის ჩვენებისთვის და უნდა მიიღო მონაწილეობა და ნუ ეს გავგიშდი უბრალოდ აი მართლა შინაგანად, ეხლა უკვე ისეთი გამოცდილი მოდელი ვარ, პროფესიონალი მოდელი ვარ, უკვე ვიცი რა როგორ ახდება და ნუ სელინის ჩვენება რო გავიგე. და მივედი აი ამ იმაზე კასტინგზე, მაშინ ფრანგული სიტყვა არ მესმოდა და არ რაღაცას რო ლაპარაკობდნენ ჩემზე მესმოდა, მაგრამ რას ლაპარაკობდნენ, ნამდვილად არ მესმოდა. და მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს რომ აგირჩია სამ ჩვენებას. და აი პირველი ჩვენება შედგა ჟენევაში, სელინის ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა. ეს სააგენტო იყო ძალიან ოჯახური, პატარა სააგენტო, მაგრამ ძალიან ოჯახური სიტუაცია იყო, ხშირად მქონდა გასვლითი რაღაცა ჩვენებები, ადგილობრივი და შემდეგ უკვე აი ეს ჩემი mother agency მე უკვე მიშვებდა ციურიხის სააგენტოში, სადაც ციურიხში აქტიურად მუშაობდი, შემდეგ გამიშვეს პარიზში, კლიკში მუშაობდი, სადაც უკვე მოდის კვირაულებში ვიღებდი მონაწილეობას და რაღაც გადახევებში, შემდეგ ჟენევაში ბრუნდებოდი, მე მიშვებდნენ მიუნხენში. ეს პერიოდი იყო ძალიან მძიმე ჩემთვის, იმიტომ რომ
მე ვიყავი პარიზში 2-3 თვე, ჩემი უღელი იყო ჟენევაში, ბავშვი იყო თბილისში და აი ძალიან რთული და მივხვდი რომ აი უბრალოდ არ შემიძლია მე ესეთი ცხოვრება. კი ძალიან კარგია, ძალიან კარგი, მაგრამ მე მაინც ყოველთვის ჩემი ოჯახი მეყენა წინა პლანზე და აი შემდეგ მე იაპონიიდანაც მქონდა მოწვევა 3 თვიანი და ნუ არ ვთქვი, იმიტომ რომ 3 თვე ნამდვილად ვერ დავტოვებდი ჩემ შულს. აი ეს იმხელა გამოცდილება მქონდა და იმდენად ტრავმირებული პარიზში რომ დავდივდი ქუჩაში და ბავშვებს რომ ხედავდი, რაღაცა ტრემლები მომდიოდა. მიუხედავად ასეთი სირთულეებისა, შვეიცარიული პერიოდი ყველაზე ნაყოფიერი გამოდგა მისი საქმიანობისათვის. სწორედ ჟენევა მისცა საშუალება ეთანამშრომლა ლეგენდარულ ჰგობოსთან და ვივიენ ვესტულთან. სამყაროს უძვირფასესი სამკაულები და საათები უფრო ბრწყინავდნენ, როცა მათ ქართველი მოდელი თაკო ჩხეიძე წარმოადგენდა. თანამშრომლობდა შვეიცარიის თითქმის ყველა სააგენტოსთან. დაამყარა უამრავი საქმიანი კონტაქტი. მაგრამ მაინც მოულოდნელად ელოდა იმ დროს, როცა მის მეუღლეს დაუმთავრდებოდა სამსახურის ვადა და საქართველოში დაბრუნდებოდნენ. მსოფლიოს უზარმაზარ რუქაზე დასმულ პატარა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან წერტილში. რაც შეეხება ჩემ ბაბუის მამას, იყო გრიგოლ ვაშაძე, რომელიც იყო ერთ-ერთი ჩოხოსანი, ვინც დაარსეს აი საზოგადოება, ჩოხოსანთა საზოგადოება. მე ვიყავი 11 წლის, ანუ დიდი ხანი მოვლეს წარიმას. 11 წლის ვიყავი, როდესაც გარდაიცვალა და აი არაჩვეულებრივად მახსოვს, ძალიან ტრადიციული კაცი იყო, აი როგორც აი ნამდვილი პატრიოტი, რასაც ქვია და აი დედა მიყვება სულ მის ბავშვობაში, როდესაც აკრძალული იყო ქართული რელიგიური თქვა დღესასწაულების აღნიშვნა ჩვენ სახლში, როგორ იკრიბებოდნენ აი ეს ჩოხოსანთა საზოგადოება და 7 საზოგადოების წევრები და 7 იანვარს შობას როგორ ხვდებოდნენ და ნუ როგორი ლამაზი სანახაობა იყო საერთოდ ეს. ანუ ეს პერიოდიც აი ჩემი და დიდი ბაბუის ურთიერთობა ძალიან ესე კარგად მახსოვს, ქონდა უზარმაზარი დიდი რუკა, საქართველოსი ძველი და ეს პატარა რო ვიყავი, შევყავდი და სულ ესე თითმადებინებდა რომ საინახარ შენ დაიმახსოვრე, ეს მახსოვს პატარა იყო, ეწერა საჩხეიძე. როცა მეგონა ვიყავი დიდი ისეთი დიდი რომ ცას მივხვდებოდი როცა არასდროს არ მithkom სხვისთვის რომ მე ვიყავი პატარა დიდი მითხარი სად თავდება ღამე თბილისში დაბრუნების შემდეგ თაკომ სატელევიზიო მოღვაწეობა და საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. ჯერ კიდევ ჟენევაში ურჩია თან უნდა ინგოროყვამ თბილისში საკუთარი სამოდელო სააგენტო გაიხსნა. ამისათვის მას ყველაფერი გააჩნდა: საქმის სიყვარული, საერთაშორისო გამოცდილება და რაც მთავარია კონტაქტები. სახელწოდება თაკო მოდელ სტუდიო მალე მისი აზრით ნაკლებად ცნობურმა ჯეო მოდელმა შეცვალა. არსებობის სულ რაღაც 2 წლის მანძილზე სააგენტომ უკვე რამოდენიმე გოგონა გაუშვა საზღვარგარეთ სამუშაოდ. საკმაოდ საინტერესო კონტრაქტით. გამგზავრებამდე თაკო ჩხეიძე პროტეჟეებს საჭირო ინსტრუქტაჟს უტარებს. საკუთარი რთული გამოცდილებიდან იცის რა ძნელია ქართულ ყოფაში გაზრდილი ადამიანისათვის დასავლეთის პრაგმატულ სამყაროში ადაპტირება. ცდილობს მოდელს მომავალი ყველაზე რეალისტურ ფერებში დაანახოს. თუმცა არც იმის თქმა ავიწყდება, რომ მსგავსი სირთულეების დაძლევა არ მხოლოდ ყველაზე დიდ შედეგებს იძლევა, არამედ საუკეთესო მოგონებად რჩება. გადასახადიდან რომ უყურებ ყველაფერი ძალიან ტკბილად მახსენდება. ეს პერიოდი შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ზღაპარში ვიცხოვრე, რაღაცა ტკბილ სიზმარში ვიყავი. მაგრამ საერთოდ ბუნები ძალიან ოპტიმისტი ვარ. არასდროს არ მეშინია სიახლების. ესეც ჟენევაში რომ მივდიოდი, ნამდვილად არ ვიცოდი რას გავაკეთებდი და აი ის არა მაქვს რომ აი მე ხა იქ წავალ და რას გავაკეთებ. მე რო ბრუნდებოდი საქართველოში, ხო ამ ყველაფრის მერე ძალიან ბევრი ადამიანი მისვამდა კითხვას იგივე მეგობრები, რომ აი ხა მანდესე მუშო რო ჩამოხვალ აქ რას გააკეთებ და ნუ არ მეშინია რაც ნებს აგ რას გააკეთებ, აგ დავიბადე, აგ გავიზარდე და სადაც არ უნდა ვიყო, თბილისი ჩემთვის ყველაფერია და ბევრჯერ მქონია შანსი, რომ აი უცხოეთში მეცხოვრა, დარჩენილიყავი, მაგრამ ყოველთვის უარზე ვიყავი ის, რომ ნუ აქ უნდა ვიცყი, შეიძლება რამოდენიმე წლით სადმე წახვიდე, მაგრამ სამუდამოდ ვერსად ვერ ვიცხოვრებ. ჩვენ აი ეს გვაქვს ზუსტად, რომ სადაც არ უნდა წავიდეთ და სადაც არ უნდა კარგად ვიყოთ, მაინც ჩვენი გვენატრება, მაინც ჩვენი გვინდა, როგორიც არ იყოს, რაც არ უნდა იყოს, სადაც შენი დაიბადე, გაიზარდე, მშობლები, მეგობრები, მუდამ რაღაცა მონატრების გზნ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიყავი, სულ მუდამ
მუდამ ვიღაცა მენატრებას, მუდამ ვიღაცა ჩამოდის სტუმრად, მე რომ მიდის უცრემლებით ვაცილებ. აი ეს ყოველთვის არის. ასე რომ რა ვიცი, თბილისი ყველაფერია ჩემთვის და მაინც დავბრუნდი, მაინც არ მქონია ის მომენტი, რომ ვაიმე ხა ჩავალდო, რა არ გავაკეთებ, არ არის პრობლემა ეს ჩემთვის. არ ყოფილვარ ცხოვრებაში კარიერისტი, იცი? შეიძლება კარიერისტი რო ყოფილიყავი, უფრო მეტისთვის მიმეღწია. მაგრამ აი ყველაფერი ღმერთმა ალბათ რაღაცა საჩუქარით არის, რომ აი რაღაცა სპონტანურად ხდებოდა ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში. გარეგნობა არ არის ცხოვრებაში მთავარი, ამით არაფერი იწყება და ამით არაფერი მთავრდება. ეს არის ცხოვრების ფორმულა, რომელიც ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მოდელმა შეიმუშავა. პარადოქსი ან შეიძლება ლოგიკურიც არის, რომ ამ დასკვნამდე მივიდა ადამიანი, რომლისათვისაც გარეგნული სილამაზე სამუშაო იარაღია.